27 მაისს აქცია ღამე მუზეუმში მოეწყობა. აქციის პარკლებში საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მუზეუმები თბილისისა და რეგიონის მასშტაბით მიიღებენ. 19 საუკუნის ბოლოს კავკასიის კუსტარული კომიტეტის ბაზაზე დაარსდა მუზეუმი, რომლისთვისაც სპეციალურად მუშტაეტის ბაღში შენობა აიგო. მუშტაეტის გაცოცხლებული ისტორიები ასე ქვია პროექტს, რომლითაც ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი აქციას ღამე მუზეუმში უერთდება. მუშტაეტის ეზოში მოძრაობის თეატრის მსახიობები 19 საუკუნის ისტორიებს გააცოცხლებენ. მომსვლელებს საშუალება ექნებათ ნახონ ძალიან საინტერესო კონცერტი, ასევე წარმოდგენები, გაცოცხლებიან, ასე ვთქვათ, პიროსმანის ნახატები. ვეცებით რომ ის განწყობა, რაც იყო ძველ თბილისში, იმდროინდელ თბილისში 19 საუკუნის დასაწყისში, აი ეს ეპოქა გავაცოცხლოთ, ვითამაშებთ რამოდენიმე ნოველას, მოხეტიალე დასი, რომელიც ყოველთვის იყო ხოლმე მუშტაეტის ბაღში. აბრეშუმის მუზეუმი, რომელიც უკვე 130 წელს ითვლის, ღამე ყველა ასაკის დამთვალიერებელს ელოდება. მუზეუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სპეციალური დაზგის საშუალებით მაქმანი დაამზადონ. წლევანდელი ჩვენი თემა არის მაქმანის ღამე, რომლის ფარგლებშიც მუზეუმი გეგმავს სხვადასხვა აქტივობას, როგორც ძირითად საგამოფენო სივრცეში, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეებში. ჯაზისა და საფორტეპიანო მუსიკის საღამო, მუზეუმის აივანზე შესრულებული სავიოლინო კონცერტი, კოსტუმირებული პერფორმანსები. ეს ის არასრული სიაა, რასაც ეროვნული მუზეუმი თბილისისა და რეგიონალური მუზეუმების მასშტაბით გეგმავს. ეს არის საშუალება, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვიყოთ საზოგადოებასთან, მეტი მნახველი გვყავდეს და მეტი მეგობარი გვყავდეს და ძალიან გვინდა, რომ მუზეუმში ადამიანები მოდიოდნენ ხშირად, ბრუნდებოდნენ სხვადასხვა პროგრამებით, ჩვენ დავახვედრებთ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, მათ შორის კონცერტებს, ლექციებს, ასე რომ ვიყოთ ერთად და ვიაროთ მუზეუმებში. აქციას ღამე მუზეუმში საფუძველი 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა. მოგვიანებით მან მასშტაბური სახე მიიღო და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. ღამე მუზეუმში საქართველოს უკვე 2015 წლიდან შეუერთდა და წელს 27 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დამთვალიერებელს ღამის 9 საათიდან ელოდება.